გამარჯობათ. წინა ვიდეოში მე გაჩვენეთ თუ როგორ შეგიძლია ჩართოთ YouTube-ზე მონეტიზაცია და ამის შედეგად იშოვოთ ფული თქვენი ატვირთული ვიდეოებით, ანუ რეკლამების დადება ვიდეოებზე. ამ ვიდეოში აგიხსნით თუ როგორ შეიძლება გამოიყენოთ სხვისი გამოქვეყნებული ვიდეოები. გეტყვით ბევრი რომ ეს არ შეიძლება. ანუ თუ თქვენ სხვის ატვირთულ ვიდეოს გადმოწერთ კომპიუტერში და შემდეგ თქვენ ატვირთავთ ვიდეოს ავტორი, რომელსაც აქვს ეს ვიდეო ატვირთული, სრულიად უფლებამოსილია, მოითხოვოს რომ დაიბლოკოს თქვენი ვიდეო. მარტივად YouTube დაბლოკავს ამ ვიდეოს, თუ კი თქვენ სხვისი საავტორო უფლებების მქონე ვიდეოს გამოაქვეყნებთ და თუ კი თქვენ ამას გააგრძელებთ, შემდეგ დაგიბლოკავთ მთლიან კანალს, ესე ვთქვათ, YouTube-ისას. მაგრამ არსებობს გზა, რომლითაც თქვენ შეგიძლიათ ატვირთოთ სხვისი ვიდეოები და ჩართვათ მონეტიზაცია ძალიან მარტივად. ესე მაგალითად, შევდივართ ვიდეოს დამატებაში. აქ არის ვიდეო რედაქტორი, შევდივართ აქ და გვიყრის ვიდეოები, რომლებიც ჩვენი ატვირთულია. ამ შემთხვევაში ჩვენ თუ კი არ გვინდა რომ გამოვიყენოთ საკუთარი ატვირთული ვიდეოები ვიდეო კოლაჟებად, გადავდივართ შემდეგ გვერდზე, ანუ CC აწერია, ეს არის სხვისი ატვირთული ვიდეოები, რომლებზედაც ავტორს უფლებას გვაძლევს ავტორი გამოვიყენოთ ეს ვიდეოები ჩვენ. შესაბამისად, თუ კი ჩვენ ამ ვიდეოებს გამოვიყენებთ, ანალოგიურად ჩვენი გაკეთებული ვიდეოც შეიძლება მოხვდეს ამ გვერდზე, შეიძლება არა მოხვდება და ანუ სხვასაც შეიძლება გამოყენება, მაგრამ ეს არ გიშლით ხელს იმაში, რომ ჩართოთ მონეტიზაცია, ვთქვათ, ამოვარდეს რეკლამა და ამით იშოვოთ ფული. მაგალითად, გავაკეთოთ ჩვენ რაიმე პატარა ვიდეო კოლაჟი, ვთქვათ, ყვავილებით. ჩავდოთ, გადმოგაქვთ ძალიან მარტივად და აჩვენებს ესე ყვავილებს. გავაკეთოთ კორექცია, ვთქვათ, კორექტირება ამ ვიდეოსი. ხშირ შემთხვევაში ვიდეო არის ცუდ ფერებში, არა აქვს სიმკვეთრე, ხშირ შემთხვევაში გადაღების დროს ვიდეო ცახცახებს და არ არის კარგი გამოსახულება. ჩვენ შეგვიძლია ჩავრთოთ წინასწარი ეფექტი, ანუ რაც არის ორიგინალსა და ჩვენს შორის სხვაობა. ხედავთ, რომ სხვაობა საკმაოდ დიდია. ფერები ჩვენს ვიდეოში აშკარად უფრო მკვეთრი იქნება და გამოსახულებაც უფრო სტაბილური. თუ კი მოგწონს ჩვენ ეს ვიდეო, შეგვიძლია დავკეტოთ ეს და გადავიდეთ სხვა შემდეგ ვიდეოზე, ან თუ კი არ მოგწონთ, უბრალოდ შეგიძლიათ აქედან წაშალოთ. ამ შემთხვევაში მე მომწონს ეს ყვითელი ყვავილები და ხა გადმოვიტანოთ, თქვათ, წითელი ტიტები. ანალოგიურად ჩაურთავთ კორექტირებას. აქაც სხვაობა საკმაოდ შესამჩნევია ფერებშიდაც. და დავამატოთ, თქვათ, კიდევ ერთი ვიდეო. ანუ ვიდეოების დამატებაში შეზღუდული არ ახართ, რამდენსაც გნებავთ, იმდენს დაამატებთ. ასევე შეგიძლიათ ნებისმიერ თემაზე დაამატოთ ვიდეო. ფერები დამეთანხმებით კორექტირებულში უფრო მკვეთრია და გამოსახულებაც უფრო სტაბილური. ასევე შეგვიძლია ამ ჩვენს პატარა ვიდეო კოლაჟს დავუმატოთ მუსიკა. გადავდივართ მუსიკაზე და აქ შეგვიძლია ჩამონათვალი არის, ავირჩიოთ ნებისმიერი, შეგვიძლია მოусმოთ წინასწარ. თუნდაც ეს მუსიკა უბრალოდ პლუსის ნიშანს დააჭერთ ხელს და დაიდება მუსიკა ჩვეულებრივად. ვიდეო გამოგვივიდა 1 წუთიანი და 1 წამიანი. ასევე იმისთვის, თუ არ მოგწონთ ეს მუსიკა, შეგიძლიათ უბრალოდ წაშალოთ და გააგრძელოთ ძიება და დადოთ სხვა მუსიკა. მე ამ შემთხვევაში ეს მაკმაყოფილებს, იმიტომ რომ საცდელი არის, ესე ვთქვათ. ასევე ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ ლამაზი გადასვლები კადრიდან კადრზე. აი ესე რო არ გადავიდეს პირდაპირ, ვთქვათ.
გავაკეთოთ, აქაც არჩევანი არის, შეგიძლიათ ნებისმიერი ამოირჩიოთ. ვთქვათ ორი ესეთი. უყუროთ რა გავაკეთეთ. ასევე შეგვიძლია დავამატოთ ტექსტი, დავამატოთ სურათები. ეს უკვე თქვენზეა დამოკიდებული. ისი დამატება გენდომებად. ესე ლამაზად გადავიდე ერთი კადრიდან მეორეზე. ანუ თქვენ ესევე შეგიძლიათ, თუ კი აქ რა ვიდეოსაც გამოგიტანთ, ეს ვიდეოები არ მოგწონთ. ასევე შეგიძლიათ საძიებო პორტალში, ვთქვათ, აი აქ მიუთითოთ რაიმე სიტყვა, ნებისმიერი სიტყვა, რის შედეგადაც ამოგიყვრით ვიდეოებს, შესაბამის ვიდეოებს, მაგალითად მანქანები, ან ვთქვათ, ცხოველები, ნებისმიერი. ხედავთ, რომ შეიცვალა ვიდეოები, ან თუნდაც მულტფილმები. შეგიძლიათ გამოიყენოთ ვიდეოები სხვა და სხვა აღწერით, ან მაგალითად ერთი იყოს მანქანის, მეორე იყოს რაღაც ცხოველის, მესამე ყვავილის, არ აქვს, ეს უკვე თქვენზეა დამოკიდებული, რომელს აირჩევთ და როგორ გააკეთებთ. შემდეგ ვაძლევთ უბრალოდ ჩვეულებრივად, რომ შევქმნათ ვიდეო. და ხედავთ, რომ ეს ვიდეო მუშავდება. გადავდივართ ჩვენს გვერდზე და აქვე შეგვიძლია, რა თქმა უნდა, აღწერა უნდა გაუკეთოთ ვიდეოს, ძირითადი ინფორმაცია რაც არის, რაზეა ვიდეო, მაგალითად ჩემ შემთხვევაში ეს არის ყვავილები. დავწეროთ აღწერაში, როგორც ადრე გითხარით, მიუთითეთ მაქსიმალური რაოდენობა სიტყვების, რითიც შეიძლება მოიძებნოს თქვენი ვიდეო. თუ კი თქვენ მიუთითებთ ერთ სიტყვას, ძალიან ნაკლები შანსია იმის, რომ თქვენი ვიდეო ამოვარდეს ძიების შედეგად. ვთქვათ ესე, ჩვეულებრივად მივცემთ შენახვას. შემდეგ გადავდივართ მონეტიზაციაზე, ჩავრთავთ მონეტიზაციასაც, ამის უფლებას გვაძლევს YouTube და არავინ არ გითხრათ რომ არა. თუ კი თქვენ მოიპარავთ სხვის ვიდეოებს, ამ შემთხვევაში არ გექნებათ მონეტიზაციის ჩართვის უფლება. სხვა შემთხვევაში შეგიძლიათ თავისუფლად ჩართოთ და ისარგებლოთ ამით. იყავით პირველი, ვინც ამ ვიდეოს მოიწონებს. შემდეგ უკვე შეგეძლებათ ნახვა, ჩართულია თუ არა მონეტიზაცია, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ვიდეო ჯერ არ არის ატვირთული ბოლომდე. როგორც კი აიტვირთება, დამერწმუნეთ, ეს დოლარის ნიშანი გამოგვხდება აუცილებლად. გისურვებთ წარმატებებს.